ლანას 13 დეკემბრის შოუსთვის ევროვიზიის საბავშვო ევროვიზიის სცენა ზუზუ უკვე მზადაა და რეპეტიციებიც იწყება. სცენა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც და სტანდარტის რაც საჭიროა თანამედროვე უმაღლესი ხარისხის შოუს ჩატარებისთვის. ბარბარე დონჯაშვილი ესწრება დაესწრო ამ სამზადის და ზოგადად როგორ მიმდინარეობს ამ გრანდიოზული მოვლენის სამზადისი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბარბარეს მიერ მომზადებულ სიუჟეტში აქვე დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და დავუტოვოთ ეს გადასარევი სიუჟეტი შესანიშნავი ევროვიზიის მზადების პროცესი ევროვიზიის თემას ჩვენ და დილის გადაცემა ძალიან ბევრჯერ დაუბრუნდება და ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს გაგაცნობთ კი ნამდვილად წინ ახლა კი გემშვიდობებით გიტოვებთ ბარბარე დონჯაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტს და ბედნიერ დღეს გისურვებთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიის მასპინძელია 13 დეკემბერს სწორედ აქ ევროფესტივალს ოლიმპიური სოფელი ტანვარჯიშის არენა უმასპინძლებს. მოდი ერთად გავიგოთ თუ როგორია სამზადისი და რითი იქნება წლევანდელი სცენა გამორჩეული. მასშტაბური შოუსთვის მზადება აქტიურ ფაზაშია შესული. ამ დიდ მუსიკალურ დღესასწაულს საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს. ჩვენს ქვეყანაში პირველად საბავშვო ევროვიზია 2017 წელს ჩატარდა. 8 წლის შემდეგ ფესტივალი კვლავ თბილისში ანდრია ქუტკარაძის დამსახურებით დაბრუნდა. მას შემდეგ გავიდა მრავალი წელი და ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, გაიზარდა მოთხოვნა ესეთ სატელევიზიო შოუებზე. მაქსიმალურად ვეცადეთ იმიქიდან გამომდინარე, რომ ეს ტარდება საქართველოში, სცენისთვისაც მიგვეცა რაღაცნაირი ეროვნული სახე, მთავარი სცენა არის დოლის ფორმის და ასევე არის LED ეკრანებზე გახსნის ცერემონიალის დროს და სხვადასხვა ინტერვალ აქტების დროს მაყურებელი ნახავს სრულიად ქართული ელემენტებით გაჯერებულ კონტენტს, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება როგორც ქართველებისთვის, ასევე ევროპელი მაყურებლისთვის. ასე რომ სცენის კონცეფცია ერთდროულად საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე ვიზუალურ ენას ეფუძნება. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ზღაპრული შოუ. ამიტომ ყველა ელემენტი გახსნიდან მუსიკალური ნომრების ჩათვლით, სხვადასხვა სახის ისტორიას ხვება და ქმნის დისნეის სტილის ვიზუალურ გარემოს. ეს მიდგომა თითოეული დელეგაციის გამოსვლაშიც იგრძნობა, რადგან ყველა მათგანს ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება მასშტაბურად ეოცნებათ. შემოეთავაზებინათ ბავშვებზე ორიენტირებული, სანახაობრივი და ენერგიული გამოსვლები. რაც შეეხება ვიზუალურ სტილს, შოუს ძალიან ფართო და კინემატოგრაფიული ხასიათი ექნება, რაც იმ განცდას ქმნის, რომ თითქოს მხატვრულ ფილმს უყურებთ. ასე რომ ვაერთიანებთ რამდენიმე სამყაროს: კინოს ენას, თანამედროვე სცენოგრაფიას და ზღაპრულ ატმოსფეროს. ჩვენ ახლა ვართ მთავარ სცენაზე. როგორც ხედავთ, გვაქვს უზარმაზარი LED იატაკი. დიდი ფონური ვიზუალი ტერასებით, სადაც ბავშვები დადგებიან და სიმბოლურად საქართველოს მთებიდან ჩამოვლენ მთავარ სცენაზე. არის გიგანტური კარიბჭეც, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. მონაწილეები სწორედ ამ ევროპის კარიბჭიდან შემოვლენ სცენაზე. აქ კი იქნება მწვანე ოთახი. ყველა მონაწილე და დელეგაცია საკუთარი გამოსვლის შემდეგ შოუს სწორედ აქედან დააკვირდება. სცენის ვიზუალური კონცეფციის შემდეგ არენაზე მუშაობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ტექნიკური მხარეა. სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად ეფექტური იქნება შოუ და შეძლებს თუ არა მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენას. ამიტომ ტექნიკური გუნდი თანამედროვე ტექნოლოგიების სცენაზე ინტეგრაციაზე აქტიურად მუშაობს. ეს სცენა მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ვერსიისგან, რადგან აქ ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიის უმაღლეს სტანდარტს. იმას, რაც მსოფლიოს მოწინავე დახურულ არენებზე გამოიყენება. ყველა LED პანელი და განათება, რომელსაც ვიყენებთ, სრულიად ახალი და უმაღლესი კლასისაა. ყველაფერს ზუსტად ვაკონტროლებთ, რათა სრულად გადმოვიტანოთ რეალობაში ჩვენი შოუს რეჟისორის კრეატიული ხედვა.
სცენაზე გამოყენებულია 1.9 მმ პიქსელების მქონე პატარა ლედები. საუკეთესო ნაწილი კი ის არის, რომ სცენის მარცხენა, მარჯვენა და მთავარ სცენაზე განთავსებულია გამჭვირვალე LED პანელები, რომლებიც იმდენად მსუბუქია, რომ მათ უკან განათების მატრიცა ჩანს. ეს ქმნის უსასრულო სივრცის ეფექტს, რასაც უახლესი ტექნოლოგიებით ვაღწევთ. შოუს 16 კამერით ვიღებთ. თითოეული მათგანი განსხვავებულ, უნიკალურ ხედს გვაძლევს. როგორც ხედავთ, დასრულდა სცენის აწყობა, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, სულ მალე აქ დაიწყება მოდელირებული რეპეტიციები იმისთვის, რომ ყველაფერი მზად იყოს აქ ჩამოსული დელეგაციებისთვის. 7 დეკემბერს კი ამ დიდ სცენას დაიკავებენ ევროვიზიის მონაწილე ბავშვები და უკვე მათი რეპეტიციები დაიწყება ოფიციალურად. საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს რანინა სტრემანდელი გამარჯვებული. ანიტა აბგარიანის სიმღერით Shine Like a Star წარადგენს. კონკურსის 17 მონაწილე თავიანთ დელეგაციებთან ერთად საქართველოში 6 დეკემბერს ჩამოვა. დიდ ფინალს კი 13 დეკემბერს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უახლოვდებით საფინალო კონცერტს უკვე 1 წელია მიმდინარეობს მზადება, რომ საბავშვო ევროვიზია საუკეთესო ფორმით ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს ნამდვილად ასეა. 12 და 13 დეკემბერს 2 ტყუპი კონცერტი გვექნება, ერთი რომელიც დაახლოებით 3000 ბავშვს მშობელს ოჯახს უმასპინძლებს იმისთვის, რომ ნახოთ ვინ მონაწილეობს წელს ევროვიზიაზე, ხოლო 13 დეკემბერს უკვე ფინალში 18-ვე ქვეყანა პირდაპირ ეთერში ერთად იხილავს ამ დასკვნით კონცერტს და რა თქმა უნდა გამოავლენს გამარჯვებულს. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთების გაყიდვა 1 დეკემბრიდან უკვე დაიწყო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ძალიან დიდი ინტერესია, რა ძალიან გვახარებს და ეს იმის დამსახურება, რომ საქართველოს რეკორდსმენია, ის 4ჯერ არის გამარჯვებული ევროფესტივალის და კიდე ყველაფერი წინ არის, რადგან ჩვენი ანიტა ისეთი ძალით და შემართებით ემსადება, რომ არაფერია გამორიცხული, ასე რომ ველოდებით ჩვენს მაყურებელს ტელეეკრანებთან. წლევანდელი საბავშვო ევროვიზია საქართველოს კულტურის სამინისტროს, სტარინგ ჯორჯიას და საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება ამ პროცესში. 18 დელეგაცია იღებს მონაწილეობას და ტურიზმისთვის ბუნებრივია ისეც ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი შეძლებს საქართველოს შესახებ კიდევ უფრო მეტად გაიგოს ინფორმაცია თუ როგორი კულტურის მატარებელი ქვეყანა ვართ, შეიყვარონ საქართველო და წარმატებებს უსურვებთ წლევანდელ ჩვენს მონაწილეს და გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ საქართველო გაიმარჯვებს საბავშვო ევროვიზიაზე. ასეთი ევროვიზიისთვის მზადების პროცესი წინ მასშტაბური სანახაობრივი შოუგელით აქ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 13 დეკემბერს თბილისი ევროპის ყველაზე ფერად მუსიკალურ ქალაქად იქცეს.